სახელითა მამისათა დადისათა და სულისა წმინდისათა ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებ დღევანდელ სახარებას. ერთ-ერთ სახარებას ჩვენ სამი წავიკითხეთ და მაცხოვარი ამბობს ესე იგი, რომ იგავს ვიყვება, რომ იყო ერთი კაცი დიდებული, რომელმაც თავის მსახურებს, მეფემ თავის მსახურებს დაურიგა სხვადასხვა რაოდენობის მონეტები. ზოგს 5 მისცა, ზოგს 2 მისცა, ზოგს 1 მისცა. არავინ იყო ისეთი, ვისაც არაფერი არ მისცა. ყველას გარკვეული რაოდენობა თავისი ნიჭისა და უნარების მიხედვით, შესაძლებლობების. ეს უნდა გაემრავლებინათ და რომ დაურიგა ანასტასია დადიქი ერთ-ერთ რომ დაურიგა წავიდა მერე და დაუბარა რომ ეს გაამრავლეთ. ვინც 5 მიიღო? თომა, შენ რახან ანასტასია არ აქვია, უნდა იარო? ვინც 5 მიიღო? გაამრავლა და 10 დაახვედრა, რომ იშრომა და გაამრავლა. ვინც 2 მიიღო, მანაც გაამრავლა და 4 დაახვედრა. ვინც 1 მიიღო, წავიდა და მიწა ამოთხარა და შიგ ჩაქრა. ახლა რო დაბრუნდა ეს მეფე, მიართვეს ვინც რა მოიპოვა. 5-ის მიმღებმა 10, 2-ის მიმღებმა 4. 1-ის მიმღება უთხრა, რომ მეო, შემეშინდაო, რომ შენო სასტიკი კაცი ხარო. იქ აგროვებ, სადაც არ განგიბნევიაო და იქ მოიმკი, სადაც არ დაგითესიაო და შემეშინდაო, წავედიო და დავმარხეო შენი ვერცხლიო და აი შენიო შენთან არისო და პირველ ორს უთხრა, ვინც გაამრავლა. ორივეს ერთნაირად უთხრა, კეთილ მონაო, სახიერო და სარწმუნოო. მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ. შევედ სიხაროსა უფლისა შენისასა. ანუ სანდო კაცი ხარ, რადგან მცირედში ერთგულება გამოიჩინე, ესე იგი დიდი საქმეც რომ მოგანდო, ამაშიც ერთგული იქნები. აი მესამეზე კითხვა, რომ მაგას გამომართვითო ის ერთიო და მიეცით, ვისაც აქვს 10-ო, რადგან ვისაც აქვს, მას მიეცემაო და ვისაც არა აქვსო, ისიც წაერთმევა, რაც აქვს. ანუ აქ რაზეა ლაპარაკი? ის მონეტები, რაც დაურიგა ამ მეფემ, ეს არის თითოეული ჩვენგანისთვის მოცემული, ღვთისგან მოცემული გარკვეული უნარი, გარკვეული შესაძლებლობა, გარკვეული, ესე იგი, მაგალითად შეიძლება მატერიალური იყოს რაღაც, შეიძლება არამატერიალური, შეიძლება დრო იყოს, შეიძლება იყოს ეს დაუშვათ რაღაცის კეთების უნარი და შენ უნდა გაამრავლო ეს. და თუ ამას არ გაამრავლებს, სწორად არ გამოიყენებ, მაშინ წაგერთმევა და მიეცემა მას, ვინც შრომობს და ამრავლებს, ვისთვისაც ღირს რომ გქონდეს. აი მაგალითად, ჩვენ ახლა გვაქვს შესაძლებლობა, დავუშვათ ერთხელ მოგეცა შესაძლებლობა, რომ აღსარება გეთქვა და არ თქვი. ვიღაცას 2-ჯერ მიეცა, ვიღაცას 5-ჯერ მიეცა, რომ გაეკეთებინა. სიტყვაზე ვამბობ ახლა უბრალო მაგალითს ვამბობ. თუ არ გამოიყენებ იმას, რაც მოგეცა ღვთისგან, მაშინ შეიქმნება ისეთი ვითარება, რომ იმ ერთხელაც აღარ გექნება ამის შესაძლებლობა. დავუშვათ 1 საათი გაქვს რაღაცის საკეთებლად, დავუშვათ აი ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ დრო არა მაქვს, რომ ვილოცო, დრო არა მაქვს, სახარება წავიკითხო, წმინდა მამები წავიკითხო. დავუშვათ 1 საათი მოგეცა დღის განმავლობაში, 10 წუთი მოგეცა. იმ 10 წუთსაც თუ არ იყენებ ამისთვის, ისიც წაგერთმევან, ანუ არ იყენებ შენ სხვა რაღაცზე ჩაანაცვლებს. და ვინც იყენებს, მას კვლავ მიეცემა, მას გაუმრავლდება. და ის რადგან სანდოა, ახლა კაცმა რო იფიქროს, აი მორწმუნე ადამიანმა, მოდი დღის განმავლობაში ხო არა მაქვს რაღაცა დრო და აი 10 წუთი ვნახე შესვენება. ახლა რას აკეთებს კაცი იმ შესვენების დროს? ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამოიღებს და
რაღაცა სახარებას წაიკითხავს, ახლა დიდი წიგნების დარება იქ არ უნდა. ტელეფონში როგორც ის გასართობია, ის სახარებაც იქვე არის. გვერდიგორ შეიძლება იყოს ეს აპლიკაციები, ერთი გახსნა, მეორე არ გახსნა. რას აკეთებ შენ აი ამ დროს, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. რას უთმობ იმ 10 წუთს, რომელიც ღვთისგან მოგეცა. ეს ვიღაცებს კი არ მიეცათ, ეს თითოეულ ჩვენგანზე ის 5, 2 და 1-ის მიმღები ჩვენ ვართ. როგორ იყენებს ადამიანი ამ დროს? ზოგჯერ არასწორად იყენებს აი ამ დროს. მაგალითად ვიღაცას რაღაცის ძალა აქვს. იმიტომ კი არა რომ ვიღაცა დაჩაგრო. გონებრივი თუ ფიზიკური, არამედ იმიტომ რომ ვიღაცას გამოადგენ. აი ხა მაგალითისთვის ვიტყვი ამ დღეების წინ მოხდა დავისთავთ სახელებს არ დავასახელებ, მაგრამ ძალიან გული მეთქიმა და კიდევაც ვფიქრობდი რა აზრი აქვს მეთქი აი ამ ახლა რასაც ვიტყვი მიხვდებით. შრომას რა აზრი აქვს მეთქი, მაგრამ 10-დან ერთი კეთროვანი ხო დაბრუნდა და 10-დან ერთიც რომ გამოიღოს ნაყოფი, იქაც აქვს უკვე აზრი. ჩვენი მესანთლე მივიდა 4 ბიჭი იჯდა. იქნება გაიქცეთო, რაღაცა უჭირდა ახლა ისე არ მივიდო და შეიძლება წლები აერთად არიან, მაგრამ არ უთხოვია ესე არაფერი. იქნება გაიქცეთო აფთიაქშიო წამალი მომიტანოთ. ესენი დადუმდნენ. კაცი შვილმა ხმა არ ამოიღო. არაო, მე ერთ თვითონს ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. გესმით რაზე, აი ეს არის ჯერ ჩემი სირცხვილი და მე ანუ სირბილის თავი გააქვს. და უნდა გაიქცე და სასიკეთოდ გამოიყენო. და არა იმისთვის, რომ იქირბინო და ერთმანეთს გოლები გაუტანო და მე ამით იამაყო. ან იქა ჩხუბი მოგივიდეს, არა ესე იყო, არა ისე. ანუ რისთვის დახარჯავ იმ შენ ენერგიას. ღმერთმა იმისთვის მოგცა, რომ ბურთი აგორაო, თუ იმისთვის, რომ გაჭირებულს გვერდში დაუდგე. აი ეგ არის იმ ტალანტის არასწორი, ეგ არის მიწაში დაფნა. აი ჩვენი ცხოვრებიდან რომ მოვიყვანოთ რა ეს მაგალითი. სწორი იქნებოდა, წასულიყო და მოეტანა წამალი. ცოტა დრო დარჩებოდა, ცოტა ეთამაშა, მაგრამ ღვთისმცნებას აღასრულებდა. მან ბავშვებმა არ აღასრულეს. თუმცა ბავშვი იტყვის 5-6 წლისაზე. იმ ხელებზე ვიზეც მოლაპარაკობ, უკვე ბავშვი რო უთხრა შეურაცხყოფად მიიღებენ. მაგრამ საქმე ვერ გააკეთეს. და თითოეულს აი წაღან სახარება წავიკითხე, თითოეულს თავისი ჯარი აქვს, გუშინ ჩვენ ამაზეც ვისაუბრეთ. თავისი ჯარი აქვს, ესე იგი, თანდა სახარებაში იყო, უარყავ თავი შენი, აიღე შენი ჯარი და გამომყევი მე. და რომელმა მოიპოვოს თავისი სულიო, ის წარიწმეთს მას, ანუ ვინც თავის თავს დახოფინებს, არ შემცირდეს, არ მოვწყურდეს, არ დავიღალო, გართობა არ მომაკლდეს და ასე შემდეგ. ის დაიღუპავს თავის თავს. მაგრამ ვინც ჩემთვის და სახარებისთვის გაწირავს თავის სულს, სწორედ ის მოიპოვებს მას. შენ გაიღებ შენს თავს იმისთვის, რომ ღვთისმცნება აღასრულო და შენ მაშინ მოიპოვებ შენს სულს და შენ გადარჩენ. ეს მცნება სადღაც შორს კი არ არის, აი ყოველ ნაბიჯზე ეს დასაფიქრებელი და ჩვენ ესე იგი სახარება იმდენად უნდა ვიცოდეთ, რომ აი ვისაც გვაქვს ამისი რაღაცა წარმოდგენა საკუთარ თავზე, ჩვენ ახლა მორწმუნეები ვართ. თუ ადამიანი ამა თუ იმ ცხოვრებისეული სიტუაციის დროს ვერ აკავშირებს თავის იმ სიტუაციას სახარებისეულ მოვლენასთან და ვერ გამოაქვს მაგალითი სახარებისეულად ეხლა რა არის გასაკეთებელი, მაშინ რანაირად არის მორწმუნე, რანაირად აღასრულებს ის ღვთისმცნებას. ადამიანმა იმდენად უნდა იცოდეს სახარება, რომ რაღაც სიტუაციაში რო აღმოჩნდება, სახარებიდან ახსენდებოდეს 1, 2, 3 და ასე შემდეგ. მაგალითები, იქ როგორ მოიქცა უფალი, იქ რა უთხრა, იქ მოციქულმა რა თქვა, იქ წმინდა მამა როგორ მოიქცა ამ შემთხვევაში, ან რას გვარიგებს. და თუ ეს არ აქვს ადამიანს, ეს ცნობიერება, მას ორიენტირი არ აქვს, რა გააკეთოს, ვერ მიხვდება. მე რო ვფიქრობს, ესე ვქნა თუ ისე ვქნა. და თუ იცის მას სახარება, მან იცის როგორ უნდა გააკეთოს. და თუ ვერ გააკეთებს, ის მაინც იცის რა უნდა შეინანოს.
სხვა შემთხვევაში ვერც გააკეთებ სწორად. ან თუ გააკეთებ, შეიძლება არც იცოდეს, რომ ის სწორად გააკეთე. და თუ არ გააკეთებ სწორად, რა შეინანოს შეიძლება ეგეც არ იცოდეს. და არის ადამიანი აბურდული, ვეღარ იგებს. ესეთი ალბათ არის მორწმუნე, თქვენ თავს გითხრით. ვართ ეგეთ მდგომარეობაში ჩვენ მორწმუნეები. ამიტომაც უნდა თავისი რწმენა იცოდეს. მე ხა მაგალითად არის ხოლმე ესეთი შემთხვევები, რომ ადამიანები რომ მოდიან დავშეთ ნათლობა, ნათლია უნდა იყოს. და ეკითხები რომ სარწმუნოების სიმბოლო თუ იცის, წამს. აქ არ არის ზეპირობაზე. ზეპირობა ისეთი რამეა, რომ ახლა შეიძლება სახლში ხატების კუთხესთან 1000 ჯერ ნათქვამი, იქ ხალხში და გარემოში რაღაცა ვერ თქვა, მოქმედებს რაღაცნაირად. ამპარტავნები ვარ და იქაც იმიტომ მოქმედებს, რომ აი მე ახლა რამე არ შემეშალოს, როგორ ასე ფიქრები, როგორ თუ იქაც თუ არავის ქება, თუ არავის ცუდად ნათქვამი შენზე არ მოქმედებს, ანუ თუ თამდაბალი ხარ და სულ არ გაინტერესებს რა სიტყვა, იქაც შვიდად იტყვი. მაგრამ ჩვენი სიამაყის გამო ეს გარემო მოქმედეს მაინც ასე თუ ისე ჩვენზე და იქ შეიძლება ზოგჯერ ვერ თქვათ, მაგრამ ის შინაარსობრივად მაინც უნდა იცოდე, აი ნათლულმა რო კითხოს, ნათლია რას ნიშნავს ეს? აი ეს არის ეს ყოფილა რარწმენი თუ ინათლებით საერთოდ. რო გაიზარდოს, რა არის ქრისტიანობა? ვერაფერს ვერ ეუბნები. ამიტომაც რა ვიცი, მე გირჩევთ, ვინც აქ გადიხართ ამ ტაძარში, ნუ დადგებით ნათლიად ისე, რომ ეს არ იცოდეთ რას ნიშნავს. ეს შინაარსიც უნდა იცოდეს ადამიანი, ზეპირათაც უნდა წარმოსწიქ ევალება ნათლიას. სინამდვილეში ევალება ვინც ინათლება იმას, რომ რა გწამს ეკითხებიან, მაგრამ თუ დიდია უნდა თქვას, მაგრამ ხა 2 თვის ბავშვმა რა მწამს უნდა თქვას 20 წლისა და 40-ისა რო ვერ ამბობს. მას არ მოეთხოვა, მაგრამ ნათლიას მოეთხოვება, რომ ეს იცოდეს სწორად. თავისი რწმენა იცოდეს, მე ამას ვამბობ. ეს არის არა მარტო საზეპირო, არამედ ეს არის ჩვენი ცხოვრების წესი. ამ სოფხედელობით უნდა და ასე უნდა აზროვნებდეს ქრისტიანი. და შესაბამისად ცხოვრების წესიც ასეთივე უნდა ჰქონდეს. თუ ადამიანი ფიქრობს, რომ ის არის მორწმუნე. თუ ადამიანი სწორად გამოიყენებს იმ შესაძლებლობებს, რაც მას მიეცა, ამას შეძლებს. დღეს მით უმეტეს წიგნებიც არის და უამრავი საშუალება იმისათვის, რომ ადამიანმა თავისი რწმენა იცოდეს. და თუ ადამიანი ამას არ გამოიყენებს, აუცილებლად ჩვენ ღვთის წინაშე, როგორც ეს 3 ადამიანი წარდგა თავისი მეფის წინაშე და მოჰკითხა მეფემ, აბა რა გაამრავლეთო? ჩვენ წავდგებით ღვთის წინაშე და ვკითხავს ის დრო, ის ჯანმრთელობა, ის მატერიალური თუ არამატერიალური რესურსი, რაც შენ მოგეცა, როგორ გამოიყენე, რა გაამრავლე, რა მიმართულება მიეცი. ჩვენ ამას აუცილებლად მოვკითხავენ და ეს იგავი ზუსტად მაგას გასწავლეს. და იმისათვის, რომ როგორც წმინდა მამა პაისი ათონელი ამბობს, ადამიანმა სიმდაბლე შეინარჩუნოს, უნდა იფიქროს იმ ტალანტებზე, რაც ღმერთმა მისცა და მან არ გაამრავლა. აი ვიფიქროთ, ნეტა რა უნარი მოგვეცა ჩვენ ღვთისგან ისეთი, რომელიც ვერ გავამრავლეთ. აი მასზე უნდა იფიქროს, იმაზე კი არა, რომ რაღაცას კარგად აკეთებს და ვიღაცას თავი გადაამეტოს. პირიქით, იმაზე უნდა იფიქროს, რომ მე მომეცა ეს ნიჭი და არ გავამრავლე. აი ვიზეც მე უკეთესი მგონია თავი, მას რომ ის ნიჭი მისცემოდა მე რაც მაქვს, იქნებ ის უკეთესი ყოფილიყო. აი ესე უნდა იფიქროს კაცმა, რომ სიმდაბლე შეინარჩუნოს, ამას ამბობს წმინდა მამა. აი ღმერთმა მოგვანიჭოს ჩვენ ძალა, რომ სწორად შევხედოთ იმ ყველაფერს და სწორი მიმართულება მივცეთ. ყველად გასაფლანგი ადამიანს არაფერი არ აქვს, ესე იგი. და მაგალითად აი სიტყვაზე ძველ აღთქმაში იყო ასეთი, რომ შენი შემოსავლის მიათედი უნდა მიგეცა, იქ იყო სასულიერო პირი იყო, ეკლესია ძველი აღთქმის სიკეთე გაჭირებული იყო თუ რა, რომ გასცე ესე იგი. მაგრამ ეს არის მინიმუმ ის, რაც შეიძლება ადამიანმა დღეს გააკეთოს. მიათედი არის მინიმუმ, მიათედი მაინც. მიათედი ნიშნავს, რომ შენ ძველი აღთქმის რჯული აღასრულე, მაგრამ სიყვარული ნიშნავს, რომ
იმაზე მეტი გააკეთე, რაც გევალებოდა მინიმუმ. აი ამას ნიშნავს. თორე შენ შეიძლება მეათედი გასცე და თქვა რომ მორჩა მეტი აღარ ეკუთვნის. არა და ესეც რო გააკეთოს ადამიანმა, აი უბრალოდ თეორიულად რო წარმოვიდგინოთ. დღეს რო ყველა მეათედი გაიღოს, დღეს ჩვენს ქვეყანაში გაჭირებული არ იქნება. ჩვენ ვამბობთ რომ აი იმის ბრალია, ამის ბრალია, იმან უნდა გააკეთოს, იმან არ უნდა გააკეთოს. ის გააკეთებს თავისი სულის საცხოვნებლად. და ჩვენი ტალანტები მოგვიწევს ჩვენი სულის საცხოვნებლად. და აი უბრალოდ თითოეულმა ადამიანმა ეს რო გააკეთოს, გამორიცხულია რომ ჩვენს ქვეყანაში ვინმეს რაიმე უჭირდეს. პირიქით, გამცემიც მადლით აღივსებოდა და ეს ხორციელად გაჭირებულიც კი მოგესნახავდა და ისიც მადლიერი იქნებოდა და ისიც მადლით აღივსებოდა. ყველაფერი იქნებოდა კარგად, თუ ადამიანი შეეცდებოდა, რომ ღვთისმცნება აღესრულებინა. ღმერთმა დალოცული და გახარებულები გამოვაყოთ. ჩვენთან არის ღმერთი.